ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მნიშვნელოვანი მაჩებით ვიბრუნდება. გრანდებისა და ტოპ მწვრთნელების დუელები გამოარკვევენ ნახევარფინალური ეტაპის საგზურის მფლობელებს. როგორია თქვენი პროგნოზები, რომელ გუნდებს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი? მოდი დეტალურად განვიხილოთ ყველა. ჰანსი ფლიკი ნიკო კოვაჩის წინააღმდეგ. მწვრთნელები გერმანული საფეხბურთო სკოლის გამოცდილები. ბარსა მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში. კატალონიელები 20-25-ში დაუმარცხებელნი არიან. შედეგიანი და სანახაობრივების შეტევით ასპექტში, რასაც სტატისტიკა საშუალოდ შეხვედრაში 3 გატანილი გოლი მოწმობს. ლა ლიგაში პირველ პოზიციას ინარჩუნებენ. ახლახან ატლეტიკოც დაამარცხეს და კოპა დელ რეის ფინალის საგზურიც გაინარჩუნეს, სადაც მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. თავის მხრივ დორტმუნდზეც ვთქვათ. შუა სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო განთავისუფლებული იქნა ნური შაჰი. იგი ნიკო კოვაჩმა ჩაანაცვლა და სეზონის გადარჩენას ცდილობს. ბუნდესლიგაში გუნდი მე-10 პოზიციაზეა და ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩენა დორტმუნდელთათვის მიუღებელი შედეგად ჩაითვლება. ბოლო ტურში დიდებული ასისტები დაარიგა კუთხურიდან ნიკო შლოტერბეკმა, რომელიც თამაშის შემდგომ შლოტერბეკემად შეირაცხა. ასევე სახსენებელია გუნდის ლიდერი სერხიუ გირასი. გვინეელს ფანტასტიკური სეზონი აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 10 გოლი დაუბრუნდა, საიდანაც 2 ბლაუგრანას ლიგის ფაზის ეტაპზე გაუტანა. იმ შეხვედრაში კატალონიელებმა ბოლო წუთებზე სუპერ საბის ფერან ტორესის დუბლის ხარისხზე მიაღწიეს გამარჯვებას. ანგარიშით 2-0. მიმაჩნია ამ დაპირისპირებაში დორტმუნდის სწრაფ კონტრშეტევებზე იქნება ორიენტირებული. თავის მხრივ ბარსელონა და ფლიკი არ უღალატებენ თავიანთ სტილსა და ფილოსოფიას. ალბათ მაინც კატალონიელთათვის ამ კონდიციაში მყოფი დორტმუნდი მარტივად გადალახვადი ბარიერი უნდა იყოს. ახალგაზრდა პროგრესულ მიკელ არტეტას ურთულესი გამოცდა ელის. მრავალგზის ჩემპიონი კარლო ანჩელოტის წინააღმდეგ. პლუს ამას წყვილის ხსენებისას შედარებით ძველი თაობის გულშემატკივრებს შეაძლოა ფლეშბექებად წარმოგვიდგეს ამ გუნდების 19 წლის წინანდელი დაპირისპირება. პლეი-ოფებში და ტიერი ანრის საოცარი პერფორმანსი. საქმეზე გადავიდეთ. მარტინ ოდეგორი და დანი სებალოსი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ, რაც ცხადია უფრო მეტ ინტერესს ძენს შეხვედრას. ამ უკანასკნელმა შეძლო ტრავმის გამო იუქოს. მადრიდელები ვარსკვლავური შემადგენლობით წარსდგებიან. ვინისიუსი, როდრიგო, ბელინგემი, მბაპე აქცენტს ფეთქებად კონტრშეტევებზე გააკეთებენ. სეზონის მანძილზე ლოს ბლანკოსი არასტაბილურად გამოიყურება. ერთ-ერთი მაპროვოცირებელი სხვა მიზეზებთან ერთად დაცვის ხაზის ხშირი ტრავმიანობა. თუმცა მნიშვნელოვან მომენტებში უძლიერეს მენტალობას ავლენს. ანჩელოტის ბიჭებს ამ ეტაპისთვის სამ ფრონტზე აქვს გაშაღებული ბრძოლა. არც ის არის გამორიცხული, რომ მიმდინარე სეზონის ტრიუმფალური გამოიყო. უკრაინელმა კარისდარანჯმა ანდრეი ლუნინმა არასახარბიელო პერფორმანსების გამო ნდობა დაკარგა. მადრიდელთა ბანაკიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიგის მეოთხედფინალებისთვის ტიბო კურტუა ნაადრევად მოასწრებს გამოჯანმრთელებას. არსენალმა თავის მხრივ ბოლო წლების მანძილზე სტაბილურობა შეიძინა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლასაც მაგრამ წლევანდელის მსგავსად სულ მცირედი აკლდება. საგულისხმოა ისიც, რომ მეთოფეების ტრავმების ეპიდემიას ყავს მოცული. მიკელ მერინოს ფორვარდად ტრანსფორმაცია ჰავერცის და გაბრიელ ჟეზუსის ტრავმიანობით არის განპირობებული. ახლაგანს კი დაცვის ხაზის ლიდერიც გამოაკლდა. გაბრიელ მაგალაიშს უქმობა დიდი ხანი მოუწევს. არტეტას თავსატეხები არ ელევდა. ფიქრობ, რომ რეალის წინააღმდეგ ლონდონელები დაბალანსებულ ფრთხილ ფეხბურთს დაეყრდნობიან. მათი სტანდარტული ფორმაცია 4-3-3 სოლიდურად გამოიყურება. რაისი, ოდეგორი და პარტეი. ტრიოზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და ბოლოსკენ კარგი ინფორმაცია მეთოფეთათვის. ბუკაიო საკა 3 თვეზე მეტ ხნიანი უქმობის შემდგომ დაბრუნდა და ფულემის წინააღმდეგ გაიტანა. ყველაფრის გათვალისწინებით მადრიდელებს უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. შესაბამისად, წყვილში ფავორიტად სწორედ ლოს ბლანკოსი მიმაჩნია. სიმონე ინზაგისა და ვინსენტ კომპანის დუელი. სიმონე ინზაგი უკვე გამოცდილი ტაქტიკოსია და მისი ხელმძღვანელობით მილანში სტაბილურობამ დაისახა. კომპანი კი ახალგაზრდული ენერგიითა და თანამედროვე პრესინგით ცდილობს ბაიერნის ახალი ეპოქის დაწყებას. გუნდები საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატებში ერთპიროვნულად ლიდერობენ. ფიქრობ, რომ ეს წყვილი არაუბრალოდ აფიში, არამედ საკმაოდ დაძაბული ტაქტიკური ჭიდილი უნდა გამოუქმნას. 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის განმეორება. ემზადება კი ბაიერნის შურიზიებისთვის. ამ ფორმაციის ინტერს ტაქტიკურად იდეალურად შეუძლია დაუპირისპირდეს ბაიერნის მაღალ პრესინგს. ბაიერნს სერიოზული პრობლემები აქვს უკანა ხაზში. ტრავმირებულები არიან დეივისი, უპამეკანო, ნოიერი. მან უწესით მოასწრებს შეხვედრებისთვის გამოჯანმრთელებას. მაგრამ გერმანელებს სამწუხაროდ გასულ ტურში ჯამალ მუსიალაც გამოაკლდა. ასეთი მოცემულობა კი ინტერს უპირატესობას აძლევს. უფრო მეტად გამოიყენონ სივრცეები და კონტრშეტევებზე გააკეთონ აქცენტი. ტრავმიდან დაბრუნებული ლაუტარო მარტინესი მარკოს ტურამთან ერთად
მიუნხენელთა დაცვის ხაზში არსებული პრობლემებით სარგებლობას შეეძლო. ამ დუელში მაინც მილანელებისკენ გადავიდა. რეკორდმაისტერის ნაადრევად ჩამოწერას არ იქნება სწორი. მიუნხენელთა არსენალში შემტევი ფეხბურთელების დიდი არჩევანია, რატო კი მის დიდ თამაში კარგად იცით რაზეც არიან წამსვლელი. და ბოლოს ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება. ვიხილავთ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. 2007 წლის შემდეგ ამ სტადიაზე არ გყოლია ჩვენი. ლუის ენრიკე უნაი ემერის წინააღმდეგ. ორი ესპანელი სპეციალისტი, ორი განსხვავებული ფილოსოფია, ენრიკე ტოტალური ბურთის ფლობით, აქტიური შეტევითა და პრესინგის მექანიზმებით, ხოლო ემერი კონჩეტევებზე და სტრუქტურირებულ დაცვაზე ორიენტირებული ფილოსოფია. ტაქტიკური ჭიდილი გარანტირებული გვაქვს. უნაი ემერისთვის ენრიკე არ ამგონი სასიამოვნო მოგონებებს ახსენებს. დიახ, აქ კამპ-ნოუს ლეგენდარული რემონტადა გვაქვს ახსენებს. ამ ასპექტის გარეშეც უცხო არავისთვის იქნება წყვილში PSG-ს ფავორიტად დასახელება. ყვარამ უკვე გაინახდა საფრანგეთის ჩემპიონობა და თასის ფინალში ასპარეზობაც დაბევებული აქვს. ყველაფრის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ასტონ ვილასაც ექნება თავისი შანსები. ბირმინგემელებმა ამ ეტაპზე ყოფნა დაიმსახურეს. რეშფორდის, როჯერსის, რემსისა და ასენსიოს სწრაფ გარღვევებს PSG-სთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. PSG-მ სეზონის მეორე ნახევარში რადიკალურად მოუვარა, რაც შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია. პარიზელების ამ კონდიციას განაპირობებს კვარა, დემბელე, ბარკოლას საუცხოო ფორმა და ნახევარდაცვის შრომელი ბზიკები ნევეში ვიტინია რუის. აღსანიშნავია 2025-ში დემბელეს მეტამორფოზა. ფრანგი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. და ბოლოს დავამატებ ჩემს სურვილს. კვარას მერვედ ფინალში ლივერპულთან გატანილი ბრწყინვალე გოლი თამაშგარის გამო გაუღო. ამ ეტაპზე კი ვთვლი, რომ დროა უკვე. პლეი-ოფის ამოუცნობი თავსატეხი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძირითადად მაინც გრანდებისგან ველით ბევრს, მაგრამ ტურნირის ანდერდოგებიც არ დაუვიწყო. დორტმუნდი და ასტონ ვილა. გუნდებს არაფერი აქვს დასაკარგო. შარშანდელი ბორუსია სწორედ ამის დასტური. თავის მხრივ ამ ტურნირზე წარსული ბირმინგემელებსაც უმაგრებს სურს. ნელ-ნელა ბოლოსკენ გავიდით. რას ფიქრობთ ხვიჩასა და PSG-ს შანსებს? შეძლებს რეალი ტიტულის დაცვას, თუ ფლიკის ბარსა დააგვირგვინებს ტრიუმფით სერიას? კომენტარებში დატოვეთ თქვენი პროგნოზი. არ დაგავიწყდეთ გამოწერა და მოწონება. წინ ბევრი საინტერესო კონტენტი გვექს. დროებით